ავტობანზე მანქანა ქვეითს დაეჯახა, ქალი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა იგოეთის მიმდებარედ მოხდა. ამ დროისათვის დამატებითი დეტალები უცნობია. სად გააქრეთ ჩვენი მეგობრები, კანცელარიასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია პერფორმანსი გამართეს. მათ შავ პოლიეთილენის პარკებზე ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დახოცილი ძაღლების ფოტოები დააკრეს. როგორც ამბობენ, ეს იმის მანიშნებელია, როგორ ხოცავს ხელისუფლება მიუსაფარ ცხოველებს. მოსკოვში კუდრინის მოედანზე მდებარე ელიტურ რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. 2 დაშავებული საავადმყოფოში დაიღუპა. სავარაუდოდ მათ შორისაა გენერალ ჩაიკოს სიძე. შვილი კი მძიმედ დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით მოსკოვის ერთ-ერთ ჰოსპიტალში ექიმები მის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ. რუსეთმა გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით დაიწყო. რუსეთის პატრიარქმა რუსული ატომური ბომბის შექმნას ღვთისმადლი უწოდა. კირილ გუნდიაევი ეკლესიაში მრევლის წინაშე სიტყვით გამოვიდა და ატომური ბომბის შემქმნელი მეცნიერებისა და ინჟინრების შრომა ღმერთის წყალობად მოიხსენია. ჩვენმა ატომურმა ბომბმა შეაჩერა მტრის ზრახვები, დაენგრია და დაემონებინა ჩვენი სამშობლო, თქვა მან.